და სტუმრებთან ერთად ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და ვსაუბრობთ ფესტივალზე სახელწოდებით ფანარტი, რომელიც 24-დან 31 მარტამდეა დაგეგმილი. Მასპინძლობთ ქალბატონ თეაყიფშიძეს, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის უფროსი გახლავთ და მასთან ერთად მასპინძლობთ ბატონ გია გუგუშვილს, რომელსაც განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ ის ფესტივალის კონსულტანტი გახლავთ. დილამ მშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. დილამ მშვიდობის. 24-დან 31 მარტამდე დაგეგმილია ფესტივალი, თუმცა განაცხადების მიღება უკვე დაიწყო 17 თებერვლიდან. მოდით გითხარით, როგორია წლევანდელი აქტიურობის დონე, გააქტიურდნენ თუ არა ახალგაზრდები 15-დან 29 წლამდე. დიახ. დიდი ამპლიტუდა, კი ბატონო. თეატრს ხო ჯერმის ორგანიზატორული ნაწილი მაინც მისია. კი ბატონო. როგორ გითხარით, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელსაც. დიდი მადლობა მოწვევისთვის და აღნიშნო რომ თქვენ ყოველთვის გახართ იმ აქტივობების გვერდით, რომელსაც ახორციელებს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი. რაც შეეხება უშუალოდ აქტივობებს, არის რაღაცა ხელოვნების დარგები, სადაც აქტივობა მიმატა, მაგრამ სამწუხაროდ არის, სადაც პირიქით დახმასვლა შეინიშნება. ასე ამგვარად მაგალითად ჩვენ ქონდა თეატრი, რომელიც სამწუხაროდ გავაუქმეთ და გადავწყვეტეთ, რომ წელს აღარ ქონოდა თეატრის დღე და ის ჩავანაცვლეთ სარეკლამო არტით, სადაც უფრო მეტი თავისუფლება მივეცით, უფრო მეტი კრეატიულობა შეძლოთ იმის გარდა, რომ ვთქვათ, პლაკატით წარმოედგინათ, მუსიკალური ნაწარმოები, ვიდეორგოლი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აქაც ძალიან აქტიურობენ ახალგაზრდები. ასევე ნამდვილად არ ველოდით, თუ ესეთი პასიურობა იქნებოდა კინოს თვალსაზრისითაც. თუმცა აი მხატვრობის თვალსაზრისით ფოტოგრაფიის, ლიტერატურის უნდა ვთქვა, რომ გაცილებით დიდია მონაწილეთა რაოდენობა, ვიდრე წინა 2 წელს იყო. თუ ეხლა როგორი არის მათი დონე, ასე ვთქვათ, ნამუშევრების ბატონ გიას ჯერ არ ქონდა საშუალება, რომ ამას გაცნობოდა, იმიტომ რომ 17 მარტამდე გრძელდება აპლიკაციების მიღება და აი შემდეგ უკვე 17 მარტიდან მივიღებთ გადაწყვეტილებას, თქვით ბატონ გიას სწორედ ამ კუთხით დგას ჩვენს გვერდით, რომ ავარჩიოთ 5 ღირსეული, რომელიც გახდება ფესტივალის მონაწილე. ერთი რამ მაინტერესებს, იმიტომ ხო არ არის პასიურობა, თუნდაც სარეკლამო არტში, რომ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს ადამიანის მონაწილეობა. იქნებ ორგანიზაციებს შეუძლიათ? თითქოს ეს ასეთი პროდუქტი ხო რაღაც პატარ-პატარა ორგანიზაციებში კეთდება ხო? მე ვერ ვიტყოდი, რომ მაინც და მაინც ორგანიზაციაზე, იმიტომ რომ იქ სადაც მითითებულია რა იგულისხმება სარეკლამო არტში, იმდენად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს რაღაც შეიძლება იდეა შემოგთავაზოს და ჩვენ მასთან ერთად გავახორციელოთ და ამას გარდა შეიძლება ჯგუფმაც მიიღოს მონაწილეობა, როგორც მაგალითად სიტყვაზე ვამბობ, როკი ალტერნატივა ჯაზის შემთხვევაშია. და აი ამ ჯგუფმა შემოიტანოს, ოღონდ ეს ჯგუფი უნდა იყოს დაკომპლექტებული იმ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებით, ვისთვისაც არის ფესტივალი განსაზღვრული. ერთი მოსაზრება მეც შემიძლია ესეთი შემოგთავაზოთ, რომ ეს იმდენად დიდი სიკეთეა ეს ფესტივალი. ცოტა ხანდახან ფიქრობ, რომ ეს შეიძლება ასე არ იყოს. იმიტომ რომ წინა პერიოდმა გვაჩვენა თუნდაც შარშანდელმა რამოდენიმე ასე გასვლამ ქალაქიდან ან ქალაქში ეს ბაკურიანში ხდებოდა ალბათ ეს ისტორიული ნაწილი დამითმია თქვენთვის. ყოველ შემთხვევაში იმდენად კარგი რამ ხდება, რომ შეიძლება ბევრს ეს არც ჯერა. მართლა ვამბობ, იმიტომ რომ ის ტრადიცია, რაც დაიწყო ახალგაზრდა ხელოვანთათვის, ეს ამას არავინ არ აკეთებს. და შესაბამისად განა ინფორმაცია აკლია ამას და უბრალოდ აი ახმადობა შეიძლება ნაკლები იყოს, თორე რა თქმა უნდა ინტერესი გაიშლება მას შემდეგ თუნდაც რომ გაიგებენ რა ხდება. აი დაახლოებით აი ესე მინდა ჩემი შეფასება მივცე ამ გადასარევ პროექტს, რასაც ესე. გასაგებია, თავად კარგი შანსია მართლა ყველას. და ამას გარდა ეს არ არის თქვათ ამ ახალგაზრდების ნიჭის წარმოჩენაც მხოლოდ ჩვენ წელს კონსულტანტების დახმარებით დავამატეთ კიდევ ის, რომ ამ ადამიანებისთვის გაიმართება მასტერკლასები და აი ბატონ გიასთან საუბრობდით სწორედ რომ ის 5 მონაწილე რომელიც აირჩევა მხატვრობაში ხომ ბატონი გია უმასპინძლებს აკადემიაში და ეს ერთგვარი მასტერკლასია და კიდე სხვა სივრცეა რაც შეგვიძლია დამატებით შევთავაზოთ ასევე უნდა აღვნიშნო რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში თუ რომელიმე სფეროში ვთქვათ ეს იქნება მოდა, დიზაინი, მხატვრობა, რომელიც არ უნდა იყოს, ვთქვათ ვერ შეირჩა მონაწილე.
იმ დღეს ახალგაზრდებისთვის მასტერკლას გამართავენ კონსულტანტები, რომლებიც ყავს და სახელოვანი ადამიანები და შესაბამისად ახალგაზრდებისთვის იქნება მათი შემოქმედების წარდგენა, შესაბამისად მასტერკლასი როგორ შეიძლება ეს შექმნა, მიაღწიო, რა გზა უნდა გაიარო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იმაჩნია რომ არაფორმალური განათლების თვალსაზრისით ეს ძალიან დიდი პლუსია. ბატონო გია, რა კრიტერიუმები გექნებათ? ყველა კონკურსს აქვს თავისი წინ შევჯერდებით ხოლმე რომ აი რაში და რატომ. უნებრივია ეს კონკურსი ხა ყოველთვის იწვევს ხოლმე შემდეგ არა. ჩემი ჯობი შემოქმედება და ხელოვნება სწორედ ის არის რომ აი ეს ემოცია და ეს მოსდევს ყოველთვის რომელიც აი ესე უხვად აქვთ ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა კრიტერიუმი იქნება ალბათ პირველ რიგში მათი ინდივიდუალური და საკუთარი ხედვის გამოტანა სხვადასხვა სფეროში, რა თქმა უნდა, ის რაც მედია სივრცეში სხვანაირია, ცხადია პირდაპირ სახვით ხელოვნებაში სხვანაირად, მაგრამ როცა ახალგაზრდა თავიდანვე ეჩვევა ამას, რომ მას მისი ინდივიდუალური სათქმელი აი ესე მოაქვს საზოგადოებაში, ანუ მისი პრეზენტაცია ხდება, ხო? ეს უკვე ძალიან კარგი ნაბიჯია და სწორედ გამოსავალი მასტერკლასისა ის გახლავთ, რომ მასტერკლასი უხვად არის გაჯერებული თავისუფლებით და შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, თავისუფლებით, შესაბამისად, სწორედ აი ეს მარცვალი ღვივდება, როდესაც მასტერკლასში მათი მონაწილეობა, როგორც იტყვიან, აი, წამალებით არის. ძალიან კარგი. თემატურად არ არიან შეზღუდულები, ხო? არ არიან, მე პირველი მეც ეს ვიკითხე, იმიტომ რომ ასეთი კონკურსი ხო გქონდა, ჩვენ არა ვართ ამით. ხო, რა თქმა უნდა, თემატურად თავისუფალია, მასალა შეუზღუდავია. ეს იგი, რასაც უნდა აკეთებს, თავისუფალი იგულისხმება იმაში, რომ მისი შინაგანი მდგომარეობა აბსოლუტურად შეუბოჭავია, ხო? ანუ იდეა, ტექნიკა თავისუფალია. ზომას კი თავისუფალია. და არ უკეთდება ხო ახლა რაღაც კიდე სხვა შეფუთვა, შესაბამისად ცოტა ძნელია ასეთი თავისუფლება, იმიტომ რომ როდესაც არის თემა იქ ცოტა არის იმას თავისი რაღაც აქვს, სადაც ყველა ეხმერება თავისუფლებაში, თავისუფლების პოვნა ძალიან ძნელია. ნამდვილად, ერთი დეტალი კიდე, ეს სპეციალურად უნდა შეიქმნას ამ კონკურსისთვის ნამუშევრები თუ შეუძლია ადამიანს ძველიც მოიტანოს. შეუძლია ძველიც მოიტანოს, არც ამაში. ბოლო პერიოდიკა იგულისხმება უფრო რომ თვალს, იმიტომ რომ თუ ახლა ბავშვობაში შესრულები რომ მოიტანოს, ის სხვა შეფასების კრიტერიუმში ხდება, მაგრამ სასურველია ბოლო პერიოდი, თუმცა ამას ჩვენ არ ვზღუდავთ. ელექტრონული ვერსიები მოდის, ალბათ ელექტრონული ვერსიები მოდის, ეს არის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე, არის ჩარჩო, რომელსაც ფანარტი აწერია, სააპლიკაციო ფორმა, იქ არის მითითებული როგორ უნდა ატვირთონ, რომელი ჟანრის სურთ აიჩიონ და შემდეგ უკვე ამას ერთად თავს უყრით და კონსულტანტებთან ერთად განვიხილავთ და ერთი რამ მინდა კიდევ თქვენ ახსენეთ 24-დან 31 მარტამდე 31 მარტსაც არის ფანარტი, 31 მარტს არის უკვე 31 მარტს არის უკვე ფანარტის დახურვა და როდესაც რა იგულისხმება ვთქვათ დახურვაში, ხო? ჩვენ თითოეულ დღეს ვუთმობთ თითოეულ ჟანრს. საზოგადოებას გავაცანით ის ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც იყვნენ დახურვაზე, ერთგვარად ეს არის შეჯამება, წინა დღეებში რა ვნახეთ, ეს არის მიმოხილვა და ეს არის საუკეთესოთა შორის საუკეთესოს დასახელება. და ვთქვათ, ამაზეც ბევრი გვიფიქრია, რა შეიძლება შესთავაზო ახალგაზრდა შემოქმედს. ყველაზე მთავარი მიმაჩნია, რომ ეს არის მისთვის ინდივიდუალური და პერსონალური შემოქმედებითი საღამოს ორგანიზება. ეს არის მხატვრის შემთხვევაში გამოფენის ორგანიზება, იგივე ფოტოგრაფის, ლიტერატურის შემთხვევაში კრებულის გამოცემა. ნუ ის რაც ჭირდებათ და რისთვისაც ფიქრობს და რაც უნდა იყოს, თქვათ, მისი მიზანი. მე ხა არ ჩამოვთვლი ვთქვათ იმ სპონსორებს, რომელიც ყავს ფესტივალს, თუმცა რასაკვირველია, სპონსორები როცა არსებობენ, ეს თავისთავად განაპირობებს იმას, რომ მათაც თავისი რჩეულები ეყოლებათ. ასე რომ მინდა თქვენი ეთერის საშუალებით მოვუწოდო, რომ ჩაერთონ 17 მარტამდე დრო გაქვთ. კი ბატონო, 24 მარტს იქნება საზეიმო გახსნა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საზეიმო გახსნის მუსიკალურ ნაწილზე ზრუნავს იდეის ავტორი ამ ფესტივალის ნიკოლოზ რაჭველი და კონსულტანტები ჩვენი ახალგაზრდები გიორგი ცაგარელი და დათო შამანაური, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. ასე რომ სამბეჭდავი სანახაობა ნამდვილად ელოდებათ. მაჩაბლის 13 მწერალთა სახლი გეპატიჟებით მთელი სულით და გულით. შემოქმედებითი. ბატონო გია, როგორი იყო შარშანდელი სამწუხაროდ ახლა ჯერჯერობით ვერ განვიხილავთ ხო წლევანდელ განაცხადებს და ნამუშევრებს, მაგრამ შარშანდელიდან გამომდინარე იყო ესეთი იმედის მომცემი რაღაც აღმოაჩინეთ ახალი
ნიკოლოზ გურასპაშვილი გერმანიაშია დღეს. აი, ჩემ მაგერად გაგცეთ პასუხი. ნიკოლოზ გურასპაშვილი, რომელიც კინო აქ დამთავრდა, ძალიან ნიჭიერი და უკვე ბევრ პროექტში მონაწილეობს ამ კინოს მიმართულებით, გერმანიაშია. ეს არ არის მარტივი, როდესაც ახალ დამთავრებული ამ კონკურს გავლილი, თავისი გამოცდილებით უკვე რაღაც ნაბიჯებს დგამს. ერთი რამ კი მინდა გითხრათ, რომ ის რაც ხდებოდა შარშან, მათთვის იყო ძალიან დიდი გამოცდილება ერთმანეთთან ურთიერთობის ახალგაზრდების. აი ეს კომუნიკაციის ეს მომენტი, როცა ხელოვანები ერთად არის, სივრცე იქნება, რა თქმა უნდა, მეცაც გეტყვით, რომ ზოგი დაგვიმეგობრდა, Facebook-ში წერს, ჩვენ რაღაცას პასუხობთ და ცოტა ისეთი იყო ისეთი ნამუშევრები, რომელიც სერიოზულ განსჯას მოითხოვდა ახლა. ძალიან ახლა ისეთი ხელოვანები მონაწილეობენ, გუგა იყო კოტეტიშვილი, ჯაფარიძე გოგა? გოგა ჯაფარიძე. გოგა ну მე იქ იმ პერიოდში ქეთით ჩამოვიდა მატაბელი, თუმცა არ იყო წევრი, მაგრამ თქვა რომ ძალიან მაინტერესებს რა ახალგაზრდები მოდიან. მოკლედ ახლა ამით იმის თქმა მინდა რომ ეს ისე გაივრცო რომ ცოტა ბევრად სერიოზული ფორმატი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ რაღაც მარტივად კალენდარს შევხედავდით და ავარჩევდით ნამუშევარს. იქ იყო ნამუშევარი, რომელიც მე სპონსორს თავისი ინტერესი გამოუჩნდა, რომ აი ვიღაცისთვის მეექცია ყურადღება და ეს ყველაფერი ჯამურად ძალიან საინტერესო თან ულამაზეს ადგილას ბაკურიანში ხდებოდა. თუმცა მას წინუსრებდა კიდე მანამდე თბილისში ჩატარებული ფანერტი. ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება. ხო, აი ვარ პროფესიონალი, ამდენი წელია მუშაობ ურთიერთობები კონკურსზე. ყოველი ესეთი კონკურსი თავისი ლამაზი მოულოდნელობით გაუწევს. რა თქმა უნდა. ყოველთვის. ისე ძალიან საინტერესოა, მობრძანდით, მიიღეთ მონაწილეობა, მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო იქნება ეს. და თან ისეთი კონსულტანტები ელოდებიან, რომ ნამდვილად მათ მასტერკლასების მოსმენა ერთი სიამოვნება იქნება. მეც დავესწრები სხვათაშორის სიამოვნებით. არ მართლა რატომაც არა. ალბათ ისეთ რანგებზეა საუბარი ყველასთან. ეხლა ნუ იცი რა არის, ყველა ეს შეხვედრა რაღაც გამოცდილებაა. შეიძლება ახალგაზრდა არ უყურებს ამას და მისთვის რაღაცა ერთგვარად ესეთი ცოტა გასართობიც იყოს, მაგრამ დაუშვათ ჩემი გადმოსახედიდან საოცარი გამოცდილება შეიძლება იყოს შენ კოლეგასთან გნებავთ სულ სხვა მომიჯნავე დარგი ან დაუშვათ კინოში. ნუ მაგალითად მიმაჩნია რომ მიხეილ კობახიძე როცა მართავს მასტერკლასს არ უნდა მივიდე, აბა ეს ბალია. უფრო დიდ აუდიტორიას მოიცავს თქოთ, ვიდრე ახალგაზრდები არიან და დიდი სიამოვნება კიდე ვთქვათ დათო ევგენიძე, გუგა კოტეტიშვილი, ნინო ჩუბინიშვილი, დათო ტურაშვილი, ანუ ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ნიკა მაჩაიძესარეკლამო არჩი, ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს ადამიანები ერთ სივრცეში მოგოხვედრებიან და ახალგაზრდებისთვის გვეთქვა, აი ეს ადამიანები თქვენს გვერდით დგანან და დანარჩენი უკვე მათზეა. დიდი მადლობა. ჩვენი წარმატებებს გისურვებთ, მხოლოდ და მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. მადლობა. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საუბრობდით ფესტივალის შესახებ სახელწოდებით ფანარტი, რომელიც 24 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გაიმართება. თქვენ კი 17 მარტამდე გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თქვენი განაცხადები და ნამუშევრები მიაწოდოთ ფესტივალის ორგანიზატორებს. და შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ქალბატონი თია ყიფშიძე, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის უფროსი გახლავთ და ასევე მას პენზოლდით ბატონ გია გუგუშვილს, რომელიც მხატვარი და ამჯერად ფესტივალის კონსულტანტი გახლავთ. ნახოთ რეკლამა, შემდეგ მოვამბე და დაგიბრუნდებით.